შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათედევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე 13 პირი დააკავეს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. გასულ საღამოს პატიმრობაში მყოფი მათედევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თესოუს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ. მსვლელობის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. სოლიდარობის მარშის მონაწილე დაკავებულები ზაჰესისა და დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან გადაყვანილი. ისინი ადვოკატების უმეტესობამ უკვე მოინახულა. უფლებადამცველების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ქონია. დაკავებული პირების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციული სახთელის დადებაზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს და თვლის, რომ ქართული ოცნება ქვეყანაში პროტესტის ჩახშობას ცდილობს. ოპოზიცია 28 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს. აღნიშნულ დღეს 1 წელი გადის პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციას ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ დიქტატურის წინააღმდეგ გამართულ ნებისმიერ პროტესტს შეუერთდებიან. სტრატეგია აღმაშენებელში კი აცხადებენ, რომ 28 ნოემბერი იქცა თარიღად, როდესაც რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა დააშორა ისტორიულ და კონსტიტუციურ მიზანს. 28 ნოემბრის აქცია 19 საათზეა ჩანიშნული. 28 ნოემბერს 1 წელი გადის იმ მომენტიდან, როდესაც შეიცვალა ძალიან ბევრი რამ ჩვენი ქვეყნის უახლოეს, ასე ვთქვათ, ისტორიაში და სამწუხაროდ აბსოლუტურად სხვა ფაზაში გადავიდა დიქტატურა, სხვა ფაზაში გადავიდა იზოლაციონიზმი ივანიშვილის და მისი ბანდის და ამის გამო, რა თქმა უნდა, მოხდა ბევრი რამ, მათ შორის ადამიანის უფლებების შელახვის კუთხით და ყველა ის ადამიანი, ვისაც შეეხო ეს ადამიანის უფლებების შელახვა, ვინც ამ ბრძოლაში იყო ჩართული, ისევ ერთ დღეს გაერთიანდება და დარწმუნებულად ძალიან ბევრი ქართველი გამოვა ქუჩაში. ქართულ ოცნებაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების მიერ გავრცელებულ განცხადებას აკრიტიკებენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ASES მომხსენებლების განცხადებაში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე არ საუბრობენ და ხელისუფლებას კრიტიკულად ფაქტების გარეშე აფასებენ. განსხვავებულად ფიქრობენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკა ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისია. მომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებების შეწყვიტონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 10-12 ნოემბერს საქართველოში ვიზიტის შემდეგ მომხსენებლებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს სრულად გაატარონ უცხოური აგენტების კანონმდებლობასთან და ადმინისტრაციული დარღვევების კანონთან დაკავშირებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ვიზიტის დროს თანამომხსენებლები პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების წევრებს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მომხსენებლები მიესალმებიან ფაქტს, რომ დაპატიმრებულ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრის უფლება მიეცათ, თუმცა მწუხარება გამოთქვეს, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა უარი თქვეს მათთან შეხვედრაზე და ხელისუფლებამ მათ ციხეში მზიაამაღლობელთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცა. ჩვენი თვითმიზანი არც ერთი კანონის მიღება არ არის. ჩვენ ამ კანონებს ვიღებთ, იმიტომ რომ ხედავთ, რომ არის პრობლემები რადიკალიზაციის, პრობლემები დემონსტრაციების ძალადობრივ რეჟიმში გადასვლის, რევოლუციების მოწყობის, დამხობის და ამ პროცესებში მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის. ამიტომ, სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენის კანონები, რაც მივიღეთ, ამიტომ ჩვენ მზად ვართ ხვალვე გავაუქმოთ ნებისმიერი კანონი, რასაც ისინი მოისურვებენ, ოღონდ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მათ უნდა მოგვცენ გამოსავალი, როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ის პრობლემები, რის გამოც იყო ეს კანონები მიღებული. ეს პირველი ანგარიში არის და სავარაუდოდ ბოლო, სადაც ქართულ ოცნებას აკრიტიკებენ და მე მგონი ეს უბრალოდ საბოლოო კანონზომიერი შედეგია იმისა, რომ ქართულ ოცნებამ შეწყვიტა ევროინტეგრაცია და ფაქტობრივად ურთიერთობა გაიფუჭა ბევრ ევროპულ ქვეყანასთან. ამიტომ არ მგონი რომ განცხადებას უნდა განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდეს და საბოლოო ჯამში ეს განცხადებები და ასეთი რეზოლუციები დასრულდება მაშინ, როცა შეიძლება ჩვენ და ჩვენი პარტნიორების ურთიერთობა და არ მგონი რომ ეს ქართული ოცნების მმართველობის პროგრამებში მოხდეს. ხდება პასე თუ ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ინსტიტუცია, ყველას რეზოლუცია, ყველას განცხადება არის კიდევ ფორმირებ აბსოლუტურად ერთი შინაარსის მატარებელი, უნდა შეწყდეს ქვეყანაში დემოკრატიისთვის სირისრაუნდთა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება და უნდა შეწყდეს ის ავტორიტარიზმის, ასე ვთქვათ, დაჩქარებული ტემპები, რაც
სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არის. ბოლო 1 წლის განმავლობაში ისეთი კანონები არის მიღებული, რომელიც ფუნდამენტურად ზღუდავს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებას, ფუნდამენტურად ზღუდავს ადამიანის გამოხატვის უფლებას. ამ კანონებში ყველაზე მძიმე ნაწილი რაც არის, ეს არის, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში იძლევა იმპროვიზაციის საშუალებას, ისინი არ არის კონკრეტულად გაწერილი სამართლებრივი კონკრეტიკით, რაც აძლევს პოლიტიკური დევნის საშუალებას მართულ ხელისუფლებას. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მკაცრად გმობს სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელის მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთის დასჯელი. ორგანიზაცია მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლითაც ფათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჭილი.